გამარჯობა, მე მქვია კაი. მე ვარ ბლოგერი და ეს არის ჩემი shorts. სასწავლო ეპიზოდი 010. ეს სიუჟეტი რეზომ მოიტანა. Android-ს ბოლოს და ბოლოს უჩნდება თავისი პატარა მეტკაი მცხოვრებისთვის, სადაც გასაღებები სულ ქრება. Google-მა Pixel Tag წარადგინა. ეს არის პატარა ტრეკერი, რომელსაც გასაღებებზე საფულეზე, ჩანთაზე ან ჩემოდანზე ამაგრებ. მაგრამ ჯერ ერთი შესწორება. ეს პირდაპირი მნიშვნელობით პატარა გიფს მოწყობილობა არ არის. ასეთი მეტკების უმეტესობა მუდმივად სატელიტებს არ ელაპარაკება. ისინი იყენებენ ახლო რადიოკავშირს, Bluetooth-ს, Ultra-Wideband-ს, ხოლო Pixel Tag-ის შემთხვევაში Bluetooth Channel Sounding-საც. მაგია კი ქსელიდან მოდის. თუ გასაღებები ახლოს არის, ტელეფონი გეხმარება მეტკას დაარეკინო ან ახლოს იპოვო. თუ გასაღებები შორს არის, სხვა Android ტელეფონებს შეუძლიათ ჩუმად დაეხმარონ მდებარეობის განახლებას Find Hub-ის საშუალებით. Pixel Tag-ს ის საპირისპირო ხრიკიც აქვს, რაზეც რეზო საუბრობდა. მეტკას დააჭერდა მას შეუძლია დაურეკოს იმ Pixel ტელეფონს, რომელთანაც დაკავშირებულია. შედარება აშკარაა. Apple AirTag. Apple-მა AirTag 2021 წლის 20 აპრილს წარადგინა, ხოლო გაყიდვები იმავე თვის ბოლოს დაიწყო. AirTag იყენებდა Find My Pixels, ჩაშენებულ Dynamics და U1 Ultra-Wideband Precision Findings მხარდაჭერილ iPhone-ებზე. ანუ Apple-ს თითქმის 5 წლიანი ფორა ჰქონდა. Google-ის 2026 წლის ნაბიჯი მნიშვნელოვანია, რადგან Android ბოლოს და ბოლოს საკუთარ ეკოსისტემაში პირველ სრულ პასუხს იღებს. Google წერს, რომ Pixel Tag ეღირება $29 ან $99 ოთხეულის ნაკრებისთვის, ხოლო აშში გაყიდვები 2026 წლის 11 ნოემბერს დაიწყება. ჩემი დასკვნა. AirTag-მა ეს კატეგორია ნორმად აქცია. Pixel Tag Android-ის მხარეს ასრულებს. ნამდვილი პროდუქტი აქ პლასტმასის ღილაკი არ არის. ნამდვილი პროდუქტი არის ქსელი მის უკან. ერთი პატარა მეტკა სუსტია. მის გარშემო მილიონობით ტელეფონი კი მას ყოველდღიური ცხოვრების რადარად აქცევს.